განვაგრძობთ. კომფორტული და უნივერსალური RAV4 მაღალი ხარისხი, გამძლეობა, საიმედოობა, ავტომობილის ექსპლუატაციის დაბალი ღირებულება და ხელმისაწვდომი ფასი. გლობალური მოდელი წელიწადში 600,000 გაყიდვით 150 ქვეყნის მასშტაბით. რა სიურპრიზია ელოდება Toyota-s ოფიციალურ დილერებთან საქართველოში RAV4-ის შეძენის შემთხვევაში ამას ჩვენი სტუმრები გვეტყვიან. Toyota ცენტრ თბილისის წარმომადგენელი ნინუკა გაგბოა, Toyota ცენტრ თეგეტას წარმომადგენელი გიორგი კობახიძე და ასევე Toyota ცენტრ კავკასიის წარმომადგენელი კონსტანტინე გოგოხია დილამშვიდობისა. Toyota სრული წარმომადგენლობით არის. Toyota-ში ყველა მოვიდა. სტუმარი, დილამშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. კონსტანტინე, გაზაფხულს განსაკუთრებულად მიულოცავთ Toyota-s მოყვარულებს. რა სახის სიურპრიზი ელოდებათ მათ? ყველას ვინ შეიძენს 2-დან 0 ლიტრის მოცულობის ძრავით აღჭურვილ RAV4 საჩუქრად ელოდება უახლეს თაობის smartphone-ი უკვე განაყოფელი ნაწილი არის ყოველდღიურობის. ჩვენი RAV4 აღჭურვილია მულტიმედია სისტემებით, რომელთანაც თავსებადია ეს smartphone-ები, შეგიძლიათ აღნიშნული smartphone-ით მუსიკას მოусმინოთ, ზარებს უპასუხოთ, მესეჯები წაიკითხოთ და ასე შემდეგ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის გავკეთებინა ესეთი საჩუქარი. მანქანასთან ერთად ტელეფონსაც გამოცვლით, მშვენიერი შანსია იმისთვის, რომ ზედმეტად ამაზე აღარ იგზრუნოთ და ეს ყველაფერი ერთად მიიღოს Toyota-სგან. ნინუკა, RAV4 საქართველოში არ ვიცი. გააქვთ რამე სტატისტიკა, რა რაოდენობით ირჩევენ, რამდენად პოპულარული არის ეს მოდელი? ძალიან პოპულარულია და განსაკუთრებით ახალი მოდელი, რომელიც ჩვენი რუბრიკის დროს გვისაუბრია ამაზე და კიდე მინდა ეს არის 2016 წლის მოდელი. ეს არის 2016 წლის მოდელი. ერთნაირად მიისაღებია როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის და ეს ძალიან გვიხარია ჩვენ, იმიტომ რომ ადრე ითვლებოდა რომ RAV4 იყო მისი გაბარიტებიდან გამომდინარე მხოლოდ ქალბატონების მანქანა, ასე რომ ეხლა მამაკაცები ძირგებენ. გარდა ამისა, თვითონ სეგმენტურად ახალგაზრდების და ასაკობრივი კატეგორიაც არ არის შეზღუდული. როცა ვსაუბრობ თქვათ მოდელზე, რომელიც არის საიმედო, უსაფრთხო, გამძლეობის კუთხით, ნამდვილად ჩვენი ქართველი მომხმარებლები ამ ყველაფერს აფასებენ. რაც შეეხება საგაზაფხულო აქციას, ეს არის ჩვენი ერთგვარი მადლობა სწორი არჩევანისათვის, ობიექტურები თუ ვიქნებით, რადგან ეს ავტომობილი ყველა ჩამოთვლილ ასე ვთქვათ, პარამეტრს ნამდვილად აკმაყოფილებს, ასე რომ კმაყოფილებას ველოდებით მათგან. კი, ნამდვილად ეს განაპირობებს იმასაც, რომ ასეთი პოპულარულია. გიორგი, ალბათ ისიც რომ არის ეკონომიური, ალბათ ისიც რომ თვითონ ნაწილებიც საკმაოდ ეკონომიურია. ეს კიდე უფრო არ ვიცი, როცა მოდიან, ვთქვათ, რა კითხვებს სვამენ, როცა Toyota-s არჩევენ და რა პრიორიტეტების მიხედვით ირჩევენ ამ ავტომობილს. და ოფიციალურ წარმომადგენლები საქართველოში Toyota კავკასიის გვერდზე დგომით ჩვენ გავაკეთეთ RAV4-ის სწორი სეგმენტაცია არის ხელმისაწვდომი და ჩვენ მომხმარებელს საკმაოდ დიდ არჩევანს ვთავაზობთ კომპლექტაციების და მიხედვით. აღნიშნული აქცია მოქმედებს 2-დან 0 ლიტრ ძრავიან მოდელებზე და საკმაოდ დიდი არჩევანი აქვს მომხმარებელს და ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ესე ორიგინალურად მიგველოცა გაზაფხულის დადგომა და ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ უახლესი მოდელის smartphone-ს. რაც შეეხება გარდა Toyota-s ფილოსოფიისა, აღნიშნულ მოდელს იმას აღარ ვთვლით უკვე საიმედოობა, უსაფრთხოება, ეკონომიურობა, რა განსაკუთრებულ მოდელ RAV4-ს გააჩნიეს, რომ მეორადი ავტომობილის საკმაოდ ლიკვიდური ფასი აქვს და ყოველთვის მოთხოვნადი მოდელია. ასე რომ Toyota RAV4 არის გარანტი, როდესაც თქვენ შეიძენთ ახალ ავტომობილს, რამდენიმე წელიწადში თქვენი ჩანაცვლება რომ მოგინდებათ, მინიმალური დანაკარგით მომხმარებელი შეიძენს სულ ახალ განაახლებს თავის ავტომობილს. და გარდა ამისა, კომპლექტაციები, რომელიც მოცემულია, გიორგი მახსენა, ნამდვილად მრავალფეროვანია არჩევანი, არ გაქვთ შეზღუდვა ფასიდან გამომდინარე. ანუ ყველაზე საბაზისო მოდელის შემთხვევაში თქვენ იღებთ უსაფრთხოებას, რომელიც არ იცვლება, კომფორტს, რომელიც ასევე არ იცვლება, მხოლოდ შემადგენელი ნაწილები ეს უკვე თვითონ ინდივიდუალურად ადამიანზე დამოკიდებული, თქვათ, უნდა თუ არა ტყავის სალონი, ან უნდა თუ არა, თქვათ, ლუკი. ის რაც შეეხება, თქვათ, უსაფრთხოების სისტემას, ანუ ეს კომფორტიც გაქვს, ხო? ანუ აბსოლუტურად ისე აირჩიო ავტომობილი შენი ინტერესებიდან და საჭიროებიდან პარამეტრებს მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რთულ რელიეფურ პირობებში, როდესაც საჭიროა ნამდვილად მაღალი გამავლობის ავტომანქანა. აქედან გამომდინარე, საიმედოობა ნებისმიერი გზის საფარის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ის რომ მოცურების საწინააღმდეგო სისტემა, ბუქსაობის კონტროლი, ან ნებისმიერი წინა
წამყვანი თვლების შემთხვევაშიც, იმიტომ რომ არის ხოლმე ეს კითხვები, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, წინა წამყვანი შემთხვევაშიც კი ამ ყველაფერს თქვენ იღებთ, რაც არის რაოდხის საიმედოობა და უსაფრთხოება ნებისმიერ გზაზე. კიდევ ერთი მინდა დავამატო, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რაოდხი მხოლოდ ოფიციალურ დილერთან და შეიძინოთ, იმიტომ რომ ეს კონკრეტული მოდელი, რომელსაც ეს ორი ცენტრი გთავაზობთ, არის კონკრეტულად საქართველოსი გათვლილი ბუნებრივი მდებარეობიდან გამომდინარე და მისი მაქსიმალური ექსპლუატაციიდან გამომდინარე, თქვენ გირჩევთ ოფიციალურ პილოტას წარმომადგენლებს საქართველოში რაოდხი და შეიძინოთ მხოლოდ ოფიციალურ. კონსტანტინე, ამ თემას ალბათ თქვენსგან აბრძობთ ხო, რატომ, როცა თქვათ ადამიანი ფიქრობს, რომ უნდა Toyota შერჩევა, თქვათ რატომ უნდა შეარჩევოს რა უპირატესობა აქვს ოფიციალურ დილერთან შეძენას. კი, მანქანის შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია და ესეთი გადაწყვეტილებაა, რომლებიც წლების განმავლობაში აქვს ზეგავლენა შენ ცხოვრებაზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სწორი მომწოდებლისგან შევარჩიოთ მანქანა. ამ შემთხვევაში Toyota-ს ოფიციალური დილერები, Toyota ცენტრ თბილისში და Toyota ცენტრ თეგეტაში შეძენილი მანქანა არის იმის გარანტი, რომ მანქანა არის შექმნილი რეგიონალური სპეციფიკის გათვლით, ანუ ეს არის სპეციალური სამუშაოები ტარდება ჩვენი სპეციალისტების და უცხოელი სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობით, ხდება ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიც არის რელიეფი, ამინდი და სხვა ფაქტორები, რის შედეგადაც ჩვენ ვიღებთ შესაბამისად უფრო გამძლე დაკიდების სისტემას, უფრო გამძლე მანქანას ტემპერატურის მიმართ და ასე შემდეგ. ხშირად საქართველოში ისაც შემოყავს არაოფიციალურ დილერებს, ვინ შემოყავთ, ეს არ არის გათვალისწინებული, იმიტომ რომ ეს ავტომობილები არის ნაწარმოები რეალურად სხვა ქვეყნებისთვის. სადაც უკეთესი პირობებია რელიეფის მხრივაც და ამინდის მხრივაც. ამიტომ შესაბამისად უბრალოდ ვერ გაძლევს აქ მანქანას. გარდა ამისა, საწვავის ტიპი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი, შეიძლება ჩამოიყვანოთ მანქანა, მაგრამ აბსოლუტურად არ შეესაბამებოდეს იმ საწვავის ტიპს, რომელიც არსებობს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია და ვურჩევდი ყველა აპირებს ახლა ავტომანქანის შეძენას, რომ ყველა თითეული ეს ჩამოთვლილი ფაქტორი კარგად გაითვალისწინოს და ისე მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ რა თქმა უნდა მზაობა გვაქვს, რომ ერთი მესიჯი მინდა გავავრცელო, რომ აღნიშნულ მოდელზე აქცია ვრცელდება მარტის ბოლომდე და სულ რამოდენიმე მოდელი არის დარჩენილი და ასე რომ ვისაც გსურთ რომ შეიძინოთ რაოდხი, იჩქარეთ. ალბათ უკვე უნდა ვიჩქაროთ. ესეთი სტანდარტული მესიჯი არ არის. ჩქარა შეიძინეთ, მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით უნდა გავიგოთ ეს მესიჯი. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუდიაში. რა თქმა უნდა, გისურვებთ წარმატებებს, ჩვენ კი ანიგიუნტერთან